გამარჯობა მეგობრებო, მე მქვია ელეკლი და დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რატომ მოკვდა ერთი თამაში Roblox-ში სახელად Stillebrairotti. რატომ არის ეგრე ცოტა მოთამაშე ამ ბოლო დროს. უკვე ადმინები უზების დროს, სადაც Stillebrairotti აღარ თამაშობს იმდენი მოთამაშე, რამდენსაც თამაშობდა ადრე. ადრე მაგალითად ადმინები უზებზე მეგობრებო, იყო 20 მილიონი ადამიანი დაახლოებით, ეხლა კიდევ მგონი სადღაც 5 მილიონი მიდის, მგონი ეგრე. მოკლედ, დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ, რატომ მოკვდა იქ თამაში. მაგალითად და კიდევ რაღაც თამაშებს განვიხილავთ მეგობრებო. მოკლედ მეგობრებო, ეს ბოლო ერთი თვე Stillebrairotti უკვე ჩამოვარდა პოპულარობიდან. ძალიან იშვიათია რომ მას თამაშობდეს 1 მილიონი ადამიანი ჩვეულებრივ დღეს არა ადმინ-აბიუსზე. და რატომ ხდება ეგრე მეგობრებო? რატომ მოთამაშეები გადადიან სხვა თამაშებში? ეხლა მეგობრებო ყველაფერს აგიხსნით. და პირველი მიზეზი ის არის მეგობრებო, რომ Stillebrairotti შეგიძლია უბრალოდ მოგწყინდეს. კარგი თავიდან თამაშის ახალისოა, შენ აგროვებ brainrot-ებს, ფულს აკეთებ, რიბელხებს აკეთებ, იპარავ და კიდევ 1000 რამეს აკეთებ, მაგრამ როდესაც უკვე ყველა ხშირი brainrot-ი შეაგროვე, რომელიც პრაქტიკულად ყოველ წამს ხდება თამაში, შემდეგ უკვე აღარ იცი რა ქნა უკვე. შენ უკვე გააკეთე ყველაზე მარტივი რიბელხები, მაგალითად, ეხლა უფრო გიჭირს, სხვა უფრო მაგარი brainrot-ები უნდა მოიპოვო, რომ კიდევ უფრო მეტი ფული შეაგროვო, იმიტომ რომ ის რაც უბრალოდ ჩვეულებრივი brainrot-ები, ეს უბრალოდ შენთვის უკვე აღარაფერი აღარ არის. ამიტომაც მეგობრებო, ეს არის პირველი მიზეზი. უბრალოდ გწყინდება Stillebrairotti მერე. ზოგადად რა მართლა ეგრეა. შემთხვევით დავაჭირე აქა ჩარტებში გადავარ. ხო, აი ესეც არის მიზეზი და კიდევ ერთი მიზეზი. Stillebrairotti რთულია რომ ნამდვილად მაგარი brainrot-ი რომ იშოვო. მაგალითად, კარგი სეკრეტი, რომელსაც 4 მილიონი წამში მაინც მოაქვთ. ეს ძალიან იშვიათია ჩვეულებრივი მოთამაშესთვის და ადმინები უზებზეც სემიც კი არ არიგებს კარგ სიკრეტ brainrot-ებს ან კიდევ რაღაცეებს. იშვიათია რომ ადმინები უზე სემი მოგცეს brainrot-ი, რომელსაც 1 მილიონი მაინც აძლევს. გვალივ რაღაცა კოკოფანტო ელეფანტოებს. და ამის გამოც მეგობრებო, იმიტომ რომ პრაქტიკულად ვერ მოიპოვებ კარგ brainrot-ებს, უკვე აღარ არის საინტერესო თამაში, თუ ვერაფერს ვერ აკეთებ. და OG brainrot-ებზე მე კიდევ საერთოდ ლაპარაკი არ მინდა, იმიტომ რომ OG brainrot-ი მგონი არც ერთ ჩვეულებრივ მოთამაშეს არ აქვს. სემი ამბობს რომ OG brainrot-ი მარტო იუთუბერებისთვის არის. ხო, OG brainrot-ი მარტო მათ აქვს, ვინც სემი იცნობს და ვინც იცნობს სემის ჩვეულებრივი მოთამაშე, მაინც არ ურიგებს სემი. იუთუბერებს ურიგებს. თან ვისაც იცნობს. აი შეხედეთ რაშია თვითონ ეს ყველაფერი. აი საერთოდ ამიხსენით, რისთვის არის საჭირო ეგ OG brainrot-ები, თუ მათი მიღება საერთოდ თითქმის შეუძლებელია და იუთუბერებსაც ეს იშვიათად გამოსდით. რაღაცეები უნდა შეასრულოს სემისგან, რომ გამოვიდეს ეს ყველაფერი რა. აპდეიტების კი აღარ არის ისეთი კარგი Stillebrairotti. როგორც ყოველთვის გამოდის ახალი brainrot-ები, კიდევ რაღაცა ივენთები კიდევ იშვიათად. მოკლედ ერთნაირია აპდეიტები თითქმის და უკვე მოთამაშეები დაიღალნენ უკვე. ამიტომაც არის ეს ყველაფერი. აი მეგობრებო, ეხლა კიდევ გაჩვენებთ სხვა რაღაცეებს, სხვა თამაშებს. რა არის top playing now-ში?
2 წამი ჰოუმში გადავალ და მე ისო ჩარტებში რომ ეგებს შეიცვალოს რაღაცა. ხო, აგონი არ შეიცვალა. შეხედეთ უბრალოდ რა ხდება. პირველ ადგილზე იცით რა არის? Escape Tsunami for Brain Rot. ეს არის ახალი თამაში, რომელსაც ამ 2026 წელს დაიწყო პოპულარობის აღება. იქ უნდა გადაარჩინო brain rot-ები ცუნამისგან. და შეხედეთ ეს თამაში უკვე პირველ ადგილზეა. და 396 მილიონი ვიზიტი აქვს. ვიზიტი აქვს და არ და მეგობრებო, ერთი თვე გავიდა მარტო. რაც გაკეთდა თამაში. აი შევალ ახლა ამ თამაში და რაღაცებს გიჩვენებთ. თამაშის წესები როგორია? так, ახლა შევალ. შეედეთ brain rot-ები მაქვს უკვე რაღაცეები. აი შეხედეთ. აქაც რაღაცა მაგალითად დრაკონი კიდევ ეგეთი. და რა უნდა ქნა? შეხედეთ იქ brain rot-ებია და უნდა ირბინო იქა რომ გადაარჩინო brain rot-ები. და რაც უფრო შორს მიდიხარ, მით უფრო კარგი brain rot-ებია. და უფრო სწრაფად ირბინოს speed upgrades-ები უნდა გააკეთო. შეხედეთ აქ მაღაზიაა ეგეთი. კიდევ შეგიძლია რომ შენი brain rot-ებს ისექნა რომ უფრო ბევრი მოიტანო. შეხედეთ აქ upgrade-ი შემილია გავუკეთო brain rot-ს. ხო ხვდებით მეგობრებო? აი ეს არის ეს თამაში, რომელს პოპულარობა ააგროვა წელს. სულ რამდენიმე დღეა ეს თამაში პოპულარულია. მეორე ადგილზე Fish-it. ეს თამაშია, სადაც უნდა თევზი დაიჭირო. ხო, და წინაზე როცა შემოვედი Roblox-ში, რომ ჩარტები მენახა, შორტიც გამოუშვი. Top Lane Down-ში პირველ ადგილას იყო Fish-it და მეორე ადგილზე Escape Tsunami for Brain Rot. ეხლა კიდევ ეს არის პირველ ადგილზე და ეს არის მეორე. შეხედე, ეხლა ამას თამაშობს 800,000 ადამიანი და Fish-its 799,000 და 99 Days in the Forest მათ კი უკვე ვეღარ ასწრებს ამ Escape Tsunami for Brain Rot ამ Fish-its. შეხედე, მას თამაშობს 99 Days in the Forest. 752,000 აქტივია. ეხლა შეხედეთ. 99 Days in the Forest იმიტომ არ ხვდება და იმიტომ არის პოპულარული, იმიტომ რომ იქ პრაქტიკულად არ მოგწყინდება. ყოველდღე რაღაცას აკეთებ, რესურსებ საგროვებ, მაგალითად კიდევ კულტისტები და უნდა დაიცვა თავი, ცეცხლს უნდა მიხედო რომ არ ჩაგრო. მოკლედ საქმე გაქვს და ამიტომ თამაში არ ყვდება. მეოთხე ადგილზე არის Brookhaven. ეს პრაქტიკულად ჩემი საყვარელი თამაშია, რომელსაც 731,000 ადამიანი თამაშობს. ეს RP თამაშია ჩვეულებრივ, ყველა მითის ეს თამაში. ეს ყველაზე პოპულარული თამაშია Roblox-ში. 77,000 მილიარდი ვიზიტი აქვს. აი 17 მილიარდი, ხო? მოკლედ მეხუთე ადგილზე არის Bloxroot 513,000 აქტივი. ეს თამაში თქვენ ალბათ უკვე გაგიგია და აღარ გიჩვენებთ. და რა მოდის შემდეგ? შემდეგ Rivalsi, Adopt Me, კიდევ რაღაცეები და ეცა ეს რომელ ადგილზეა შეგურთი? ეს 6-7-8. სიუპრეუტი არის მერვე ადგილზე, წარმოიდგინეთ მეგობრებო. იმას ახლა თამაშობს 313,000 გამომწერი. Brookhaven-იც ასწრებს ამ თამაშს, Adopt Me და Rivalsi და ყველაფერი პრაქტიკულად რა ამ თამაშს ასწრებს. შემდეგ მოდის სხვა პოპულარული თამაშები, Murder Mystery, Scary Shower Makoski და კიდევ რაღაცები. და Forge კიდევ ახალი თამაში კიდევ, რომელიც ასე პოპულარია. რამდენი ვიზიტი აქვს? აი ესე. რამდენი? თითქმის მილიარდი რა. თქვენ გაინტერესებს, სად არის Grow Garden-ი? მე ახლა გიჩვენებ, სად არის Grow Garden-ი მეგობრებო. 62,000 მოთამაშე. აი მეგობრებო, ვინმე ამიხსნის სადამდე
როგორ მოვიდა აქამდე ეს Grow a Garden-ი? 62,000 მოთამაშე თამაშობს ახლა ამ თამაშს 2 მილიონი მოთამაშე ადრე. წარმოიდგინეთ რა არის ეს უბრალოდ. Grow a Garden-ის მიდიან მეგობრებო, იმიტომ რომ იქაც მოსაწყენია. კარგი თავიდან რაღაცეებს გაზრდი, მაგრამ სტოკი მთავრდება თამაშში. და უფრო იშვიათად რაცა კარგი სიდები სტოკში მეგობრებო. და უკვე ესეც აღარ არის, უკვე საინტერესო გწყინდება და მიდიხარ თამაშიდან. კიდევ რაღაცა მიზეზები არსებობს, რატომ ჩამოვარდა აქტივი, მაგრამ მე არ ვიცი და ვერ მოგიყვებით ბოდიში. და შეგედეთ მე ხო შევალ თამაში და დაგიმტკიცეთ, რომ თითქმის არ არის კარგი სტოკები ამ თამაშში. მიდი, შედი. ეს რამდენი ადამიანის სერვერზე? 4 გავსებულია სერვერი. კარგი, მე უკვე თამაში ვარ და შეგედეთ, სიტ-შოპებში რა არის? ქერათი, სტრობერი სიდი, ბლუბერი სიდი, ბუთერმლ სიდი, ტომატო სიდი და ეგეთი რაღაცეები რა. ყველაზე ხშირად ეგენია პრაქტიკულად. ეს 5. და უფრო კიდევ იშვიათად არის watermelon სიდი ან დეფოდი სიდი ან კიდევ ბამბუსიდი. დანარჩენი უკვე იშვიათად არის მეგობრებო რა. და ამის გამოთაც ეს სტილე ბრეინ როტით რა Grow a Garden-ი ყდება. ხო ხვდებით მეგობრებო? უნდა ხვდებოდეთ აბა. მოკლედ რა. ეხლა რომ ეგრე თქვათ, არ ვიცი რა ეშველება Roblox. ჩამოთვალოთ რაღაცა თამაშები ყოველი წლის. 2020-დან დავიწყოთ. 2020-ში კი არ ვიცი რა იყო პოპულარული. მგონი Adopt Me იყო პოპულარული. 22 წელს აღარ ვიცი. 22 წელს Dorsey იყო პოპულარული. 25 წელს Celebrity და 99-ი და 2026 წელს იქნება ახალი ტრენდი და გამოიცანით მეგობრებო ეს რა თამაში იქნება და რა თქმა უნდა Escape Tonight for Brains. მეგობრებო თუ ეხლა არის ეგეთი შოკის აქტივი რა იქნება წლის ბოლოს? შეიძლება ეს თამაშიც ესევე მოკვდეს როგორც Celebrity, მაგრამ წლის ბოლოს თამაშს ექნება ალბათ უკვე 5 მილიარდი ვიზიტი. მოკლედ რა. შეიძლება რა 5 მილიარდი თუ ეგრე გაგრძელდება, შეიძლება 20 მილიარდამდე წავიდეს. როგორც სადღაც 99-ში, როგორც რამდენი ადამიანი თამაშობს ახლა 99-ს, მაინტერესებს რა? 22 მილიარდი. ნუ კარგია. ნუ მოკლედ მეგობრებო, ეგეთი ამბები ხდება ჩვენთან Roblox-ში. ნუ კარგი მეგობრებო, მე ახლა ამ ვიდეოს დავამთავრებ. არ დაგავიწყდეთ ლაიქებისასო და ჩემი არხის გამოწერა ყველას ნახვამდის.